ამერიკელი ექსპერტთა რეცეპტი რუსეთსა და საქართველოს ორმა ამერიკელმა ექსპერტმა კონფლიქტის გადაჭრის საკუთარი ხედვა ოფიციალურ ვაშინგტონს გაუგზავნა. ისინი ამერიკას რუსეთსა და საქართველოსთვის კონკრეტული გეგმის შეთავაზებას ურჩევენ. რა ახალი დეკლარაციების გაფორმებას თავაზობენ ამერიკელი ექსპერტები კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ნახეთ თიკა ანდღულაძის რეპორტაჟში. რუსეთს საქართველოსა და საქართველოს დე-ფაქტო რესპუბლიკებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად ორმა ამერიკელმა ექსპერტმა სპეციალური გეგმა ჩამოაყალიბა. კორი ველმა და სემუელ ჩარაპმა ოფიციალურ ვაშინგტონს ამ კონფლიქტების მოგვარების საკუთარი ვერსია შესთავაზეს. ინტერნეტ ვებგვერდზე ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგია უკვე გამოქვეყნდა. ისინი თეთრ საფს ურჩევენ, რომ უფრო აქტიური ქმედება დაიწყოს და რუსეთსა და საქართველოს ამერიკამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესთავაზოს. ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი და დაიწყოს კონფლიქტების მოგვარების კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის პირად გამოსვლებშიც. ექსპერტები ვაშინგტონს ურჩევენ, რომ თავი დაანებონ იმაზე დავას, თუ ვინ დაიწყო 1 აგვისტოს ომი და ხაზგასმით დააფიქსირონ, რომ ამ ომში საქართველოს და რუსეთს თავისი წვლილი დანაშაული მიუძღვის. კორი ველი და სემუელ ჩარაპი კონფლიქტის მოგვარების რეცეპტს საქართველოს და რუსეთსაც თავაზობენ. ისინი ქართულ მხარეს ურჩევენ გაფორმდეს დეკლარაცია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რომელშიც სამივე მხარე ცეცხლის განუახლებლობას მოაწერს ხელს. ამ დეკლარაციაში საქართველოს ხელისუფლებამ დე-ფაქტო რესპუბლიკების სტატუსი არ უნდა დააფიქსიროს. ამერიკელი ექსპერტების აზრით, თუ ქართული მხარე ცხინვალსა და აფხაზეთს პოლიტიკურ სუბიექტებად მოიხსენიებს, არც ეს არ ნიშნავს მათი ხელისუფლების აღიარებას. ეს იქნება შერიგებისთვის გადადგმული ნაბიჯი. რუსეთის ხელისუფლებამ კი კორი ველისა და სემუელ ჩარაპის აზრით, უნდა გადახედოს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისადმი და მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მოემზადოს. დეკლარაციის გაფორმებას ექსპერტები ოფიციალურ მოსკოვსაც ურჩევენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ცეცხლის განუახლებლობაზე ხელშეკრულების გაფორმებას არა კონკრეტულად ქართულ მხარესთან, არამედ მთელ რეგიონთან სთავაზობენ. უნდა გავმიჯნოთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია და სხვადასხვა ექსპერტების პოზიცია, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო მოედნებზე, ისე ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერების მხრიდან კაფეოდ დაფიქსირდა პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ეს არის ქართული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება, ამიტომ ამის გადახედვას ცხადია, რომ არავინ არ აპირებს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამდა რაიმე დამოკიდებულებას ამ რჩევათა პაკეტის მიმართ, შეგვეძლო დაგვეცადა 2 დღე და მივიღებდით რუსეთიდან სრულიად მკაფიო გზავნილს იმის თაობაზე, რომ სრულიად მიუღებელია მისთვის ასეთი საკითხების განხილვაც კი. ექსპერტ სოსოცის კარიშვილს მართველი გუნდის მხრიდან ნაჩქარევად გაკეთებული შეფასებები არ მოსწონს. მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებები მიამიტურია და მთლიანობაში შეუსრულებელ გეგმაზეა საუბარი. თუმცა რუსეთ-საქართველოსთვის შეთავაზებულ გეგმაში არის საინტერესო დეტალები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ უნდა გაანალიზოს და შემდეგ ისაუბროს. ორ ამერიკელ ექსპერტს ქართველი კოლეგები ამ კონფლიქტით დაინტერესებას უწონებენ, თუმცა რეცეპტების ავტორებს სოსოცის კარიშვილი და მამუკ არეშიძეც sapasukho რეცეპტს თავაზობენ. ალბათ უპირიანი იქნებოდა, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც ეზრუნათ რაიმე საშუალებებით და მთავარი ამოცანა ეს ყოფილიყო მათთვის საქართველოს და რუსეთის მიწვევა ერთი და იმავე მაგიდასთან. ჟენევის ფორმატი, რომელიც თავიდანვე უსუსური პერსპექტივით იყო ადვილად პროგნოზირებადი, შეიძლება გადაქცეულიყო უფრო ქმედითად, თუ აქ გვექნებოდა ჩვენ ქართულ-რუსული მაგიდა, ქართულ-აფხაზური მაგიდა და ქართულ-ოსური მაგიდა. რომ მქონდეს საშუალება მათთან საუბრის, მაგალითად ვკითხავდი, რომ როგორ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა დადოს საქართველოს, ესე იგი, რა ტიპის დოკუმენტი უნდა შეადგინოს აფხაზებთან თუ ოსებთან. ახლა ის რომ იქ წერია მათ გეგმაში, რომ ეს არ უნდა იყოს სტატუსის საკითხი, უნდა იყოს გადადებული. აი თუ სტატუსი იქნება გადადებული, მაშინ ვისთან თუ პოლიტიკაზე არ გვექნება ლაპარაკი, ვისთან უნდა დავდოთ ხელშეკრულება, ხალხებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ქართველი ექსპერტების თქმით, ამერიკელი კოლეგების რჩევის გარეშეც ვაშინგტონი უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დროულად გადასაწყვეტია. რისთვისაც ამერიკას დღევანდელ პირობებში ძალიან ბევრი ბერკეტი გააჩნია.